ყოველდილით წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრის სტიქაროსნები საგანგებო სამოსით ხელში შედიან ეკლესიაში. ისინი ეკლესიის მსახურთა რიცხვს მიეკუთვნებიან, მაგრამ საიდუმლოს არ აღასრულებენ. მედავითნე ფსალმუნებს კითხულობს, მნათე ზარებს რეკავს ტაძარში სანთლებსა და კანდელებს ანთებს. სტიქარი, რომლის ტარების უფლება ტაძარში მომსახურე ერისკაცსაც აქვს, სულის სიწმინდეს განასახიერებს. სტიქარი არის გრძელი სამოსი განიერი სახელოებით და როდესაც მე მოვდივარ ეკლესიაში ყოველთვის ვიმოსების ფიქრით და ვეხმარები მამაოს. წმინდა მოციქულებმა დაადგინეს მღვდელ მსახურთა სამი ხარისხი: ეპისკოპოსი, მღვდელი და დიაკონი. დიაკონი ყველაზე დაბალი სამღვდელო ხარისხია. იგი წარმოდგება ბერძნული სიტყვიდან და ნიშნავს მსახურს. დიაკონი ემსახურება ეპისკოპოსს ან მღვდელს, მაგრამ თვითონ საიდუმლოდ აღსრულება არ შეუძლია. მარხვაში ჩვენ უფლის ნებას და ტკივილს განვიცდით ჩვენ თვითონ და ამიტომ როგორც სრულიად ტაძარი იმოსება შავი სამოსით, ასევე ფარდებით, ასევე მღვდელ მსახურების დროს, ესე იგი იმოსება შავი შესამოსლით, ხოლო დღესასწაულებზე ის ფერადი შესამოსლებია, რომლითაც ასევე განასახიერებს იმ დიდ სიხარულს, რომელიც მოენიჭება წირვალოსთვის დროს ეკლესიის მადლით და ღვთისმადლით ყოველ მართლმადიდებელ ქრისტიანს. მღვდლის შესამოსელი კვართი სტიქარისაგან იმით განსხვავდება, რომ თხელი ღია ქსოვილისაგან მზადდება და თასმებით დაბოლოებული სახელოები აქვს. კვართის ღია ფერი მღვდელს შეახსენებს, რომ უმწიკლოდ უნდა ცხოვრობდეს. იგი გვახსენებს იმ კვართს, რომლითაც თვით უფალი დადიოდა მიწაზე. ოლარი არის სულიწმინდის სიმბოლო, სულიწმინდის აღმნიშვნელი და ამიტომაც სასულიერო პირი მის გარეშე არავითარ მოქმედებას არ ასრულებს. ეს შესამოსელი არის ყველა სხვა შესამოსელთა შორის უპირატესი და აღმატებული. შემოიჭრება სიონში სხივი და თეთრ ოლარებს აელვარებს. გალაქტიონი თავის ერთ-ერთ ლექსში მღვდლის უმთავრეს შესამოსელს ახსენებს. ოლარი ორმაგადაა მოკეცილი და კისერზეა შემოხვეული. სარტყელი, შემდეგი შესამოსელი, რომელსაც მღვდელი წელზე იმაგრებს და აღნიშნავს უფლის ძლევამოსილებას. შემდეგი შესამოსელი კი არის მეხუთე შესამოსელი, ეს არის ფილონი, რომელსაც სასულიერო პირი მთლიანად მოიცვავს მხრებზე. მას კისრის სიმაღლეზე ამოჭრილი აქვს ესეთი ფორმის არის და მთლიანად ფარავს მღვდლის ტანს. საბუხრეები ჰქვია ვიწრო სამკლაურებს, რომელიც თასმებით იკვრება. სამაჯურები მაცხოვრის ბორკილების სიმბოლოა. შესამოსელში იმოსება მღვდელი მხოლოდ წირვის დროს, ანუ საღვთო ლიტურგიის აღსრულების დროს. და მინდა გითხრათ, რომ ბორკილები, სამაჯურები შეახსენეს მღვდელ მსახურს, რომ ის არა საკუთარი ძალით, არა საკუთარი რაღაც შესაძლებლობებით კი არ აღასრულებს ამ საღვთო მსახურებას, არამედ ღვთის ძალითა და მისი შემწეობით, სულიწმინდის მადლის შემწეობით. ფილონის ზემოდან მღვდელს მკერდზე ხიდია ჯვარი, ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს ჯვარცმის სიმბოლოდ. მღვდელო ნებისმიერ ღვთისმსახურს შიგნით უბნევია თავისი გულსაკიდი ჯვარი. ეს არის გულსაკიდი ჯვარი, რომელიც ყოველი ქრისტიანი ვალდებულია რომ ატაროს, როცა მოინათლება მის შემდგომ. მაგრამ აი სამღვდელო ჯვარი ეს მხოლოდ ღვთისმსახურის ჯვარია და ამიტომ ეს გარედან ატარებს, როგორც ძალა, მადლმოსილება და ძალმოსილება. ეს არ არის მხოლოდ გამოსახულება, თითქოს რა ჯვარი გიბნევია, ამ ჯვრის მადლი გარდადის, სამღვდელო ჯვარის მადლი გარდადის მრევლზე, რომლებიც ემთხვევიან მას ლოცვა-კურთხევის შემდგომ და ეს განსაკუთრებული ძალის და მადლის მატარებელია. ეპისკოპოსს ასევე თავზე აფარია მიტრა, რომელიც შემკულია პატარა ხატებითა და ფერადი ქვებით. ეს არის საეპისკოპოსო შესამოსლის ერთ-ერთი გამორჩეული ატრიბუტი და მინდა გითხრათ, რომ ეს ნიშნავს ქრისტეს ეკლესიის გვირგვინს. ეკლესიის გვირგვინის სიმბოლოა. ომოფორი ბერძნული სიტყვაა და სამხრეთს ნიშნავს. მას მხოლოდ მღვდელმთავარი ატარებს. მის გარეშე ეპისკოპოსი ისევე როგორც მღვდელი ოლარის გარეშე მსახურებას ვერ აღასრულებს. ომოფორი ეპისკოპოსს ახსენებს, რომ სახარებისეული მწყემს კეთილის მსგავსად ისიც უნდა ეძებდეს დაკარგულ ცხვარს და სახლში საკუთარი მხრებით მიიყვანოს. მინდა ბასილი დიდი, ერთ-ერთი უდიდესი საეკლესიო მამა, სოფლიო მოძღვარი, მას ასე უწოდებენ. იყო ძალიან დიდი ასკეტი ადამიანი, გამორჩეული იყო თავისი უპოვარობით და ის ცხოვრებაში წერია, რომ ისო მასო ფეხსაცმელი როცა ეცვა ფეხზეო
ძირები არ ქონდა მას. ისეთი ასკეტური ადამიანი იყო და როდესაც ლიტურგიაზე შევიდოდაო ბრილიანტებით მოოჭვილი შესამოსლით იმოსებოდაო და ერთმა ადამიანმა კითხა რომ მეუფეო თქვენო ასეთი ასკეტი, ასეთი გამორჩეული ადამიანი ხარ და საღვთო ლიტურგიაზეო როგორ იმოსებითო ამ ძვირფასი შესამოსლითო. მან ასეთი სიტყვებით მიუპასუხა რომ ეს მე არ მეკუთვნის, ეს არის ღმერთის რამე თუ ღვთისმსახურებას ემსახურება ის შესამოსელი რომელიც მე მაწვია. სწორედ მრევლის ცხონებისათვის იმოსება მღვდელმსახური. ისინი ადამიანებს ქრისტიანულ რწმენასა და სათნოებაში განსწავლიან. ღვთისმსახურებას იმ სამოსით აღასრულებენ, რაც ქრისტეს მიწიერ ცხოვრებას განასახიერებს. ასეთი სიმბოლური დატვირთვა აქვს თითოეულ